მედიაცია ახსულების ეროვნულ ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ეს არის პროცესი, რომელიც დროსაც ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ საერთო ენა და შეთანხმებამდე დაძაბულობის გარეშე მივიდნენ. მედიატორები ჩართული არიან ახსულების ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა კატეგორიის საქმეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი უკანონმდებლობიდან ნივთის გამოთხოვის კატეგორიის საქმეებში. მათი ჩართულობით არაერთი მორიგება განხორციელდა, რამაც საშუალება მოგცა თავიდან ავირდოთ იძულებითი გამოსახლების პროცესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუროს სერვისები კიდევ უფრო მეტად მოქალაქეებზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტური გახდეს. სწორედ ამიტომ მედიაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში მედიაციის ეტაპზე დასრულებული იქნა 100,000-ზე მეტი საქმე, სადაც მხარეებმა შეთანხმებას მშვიდობიანად მიაღწიეს. მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის ჩართვა საახშილო წარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. დეპარტამენტი ახორციელებს წარმოებაში მონაწილე მხარეების სამართლებრივი და კანონით დადგენილი უფლებების დაცვას. ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობა ასევე მოიცავს მედიაციის ინსტიტუტის ხელშეწყობას და განვითარებას. ამ მიმართულებით კი დიდი ყურადღება ეთმობა მედიაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მედიატორთა პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებას და მოქალაქეთათვის ინფორმირებულობის ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ ბიუროში შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიაციო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ჩატარებისათვის საჭირო ნეიტრალურ, კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოს. მედიატორის მოვალეობაა შექმნას ისეთი გარემო, სადაც მხარეები ღიად ისაუბრებენ თუ რა სელიან პროცესისაგან და რა არის რეალურად შესაძლებელი. შემოსული განცხადების საფუძველზე მედიატორი ერთვება საქმეში ინფორმაციის მოძიების მიზნით აწყობს კონფლიქტში მყოფ მხარეებთან შეხვედრებს, აღმასრულებელთან ერთად აკვირდება პროცესი. მედიატორის საქმიანობის მიზანია პროცესის ისეთი მართვა, სადაც მხარეებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას, რომელიც იქნება სამართლებრივად დასაშვები, ოპტიმალური და ორივე მხარის ინტერესებთან თანხვედრაში.